როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ღვთისმშობლობას გილოცავთ, შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი და ყველა თქვენი ჩანაფიქრი ისმინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. დღეს მოდით გავშალოთ, რაცა მართლა განწყობაზე ვარ ისე რომ მომინდა ჭუკჭუკი, თუ რამე ინფორმაცია შემოვა, ესე იგი თქვენზეა და სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ. ნახოთ აბა ყველაფერი რაც გეხება შენ, რაც ტრიალებს მის თავში, დღევანდელი ენერგიებიდან, რაც აქვს შენს მიმართ, როგორ უყურებს და განიხილავს შენთან ურთიერთობას. მოდი აქედან დავიწყოთ, როგორ უყურებს და განიხილავს შენთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესი აქვს ამ ურთიერთობის მიმართ, შენს მიმართ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ხარ, კარგი ხარ, როგორც აქ არის რაღაცა მრავალფეროვანი ხარ, ხილის ასორტივით გემრიელი და საინტერესო ხარ მოკლედ მისთვის. მაგრამ ნახე, როგორ უყურებს ამ ურთიერთობას? ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამე არის დაფარული, რასაც ეს ადამიანი არ ამბობს. ან შესაძლოა უკვე გაშიფრულიც არის მისი მოქმედება, ძალიან საკმაოდ არასწორი და მანიპულაციური მიდგომა აქვს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ მაინტერესებს აქ შევხედავ დამატებით ინფორმაციას, მაინტერესებდა რამდენად შესაძლოა ინდო ამ ადამიანს, მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ ეჭვს იწვევს პირადად ჩემში ამ გაშლებიდან და სანდო დასაყრდნობით, აი ნაღდი რო არის ადამიანი, ყოველ შემთხვევაში თქვენთან ამას არ იჩენს და მისი მოქმედებაც როგორია იცი, თან მოდის შენთან, თან უნდა, მაგრამ თან კიდე ფიცი წამს ბოლო მაკვირებს, ისეთი შეგრძნება აქვს, შეიძლება იყოს ბევრისთვის ძალიან ბევრი სიტყვები ახასიათებდეს, მაგრამ საქმით არაფერი არ მტკიცდება, ან კიდე არის ის მომენტი, რომ არც სიტყვა, არც საქმეა, მაგრამ არის რაღაც ესეთი ფარული მოქმედება ენერგეტიკის დონეზე, რომ იცი, რომ ამ ადამიანს მოწონხარ, გრძნობაც აქვს შენთან და მაგრამ აშკარად ეს არ არის სტაბილურობა, ეს არ არის ჭეშმარიტება, რაც შესაძლოა გინდოდეს. მე მგონი ყველას უნდა ჭეშმარიტი გრძნობა, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენთვის აუცილებელია გადაჭრის მომენტი, გამოღვიძები საკუთარ თავში, შეიძლება ამას ხედავდე, გრძნობდე კიდეც მთელი სულით და ხორცით, მაგრამ არ გინდა ამის შეხედვა, არა და ინტუიცია საოცრად მაგრად გაქვს განვითარებული, თუმცა შენ უკვე ამას იღებ, რომ შენი გადაწყვეტილება დარჩე დღევანდელ გაურკვეველ სიტუაციაში, მაგრამ ეს ისეთი გაურკვევლობაა, სადაც გარკვეულია ყველაფერი. მომავალზე ფიქრობს, მაგრამ იცი როგორ მომავალზე ფიქრობს, თითქოს მომავლისთვის შენ ყველაფერი გააქვს, უკვე იმპერატრიცა ხარ, ისეთი ხარ, შემდგარი ხარ, ყველანაირად კარგი ხარ, შეიძლება არც იყო თავისუფალი ხარ, ბევრისთვის ესე არ იქნება, მაგრამ ესეც ითვლება. არ იცის რა შემოგთავაზოს მომავლისთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთ შენთან უნდა იყოს სუფთა, პირველი, მეორე უნდა გააკეთოს ყველაფერი როგორც შეგეფერება და მე ელოდება თუ როგორ შეფასებას მიცემ ამ ყველაფერს. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ გაურბის შენს შეფასებას, შეიძლება შეაფასე უკვე როგორი ტიპიცაა და ნამდვილად არ მოწონს მისი მდგომარეობა შენთან. მიუწვდომელი ხარ მისთვის, შეიძლება მანძილიც გაშორებდეთ, ეგეც რეზონირდეს შესაძლოა ბევრისთვის. მიუწვდომელი ხარ, ძალიან ბევრი მოთხოვნები გაქვს მის მიმართ, ამ ურთიერთობის მიმართ მისი აზრით და ეს არის როგორღაცა იცი, რომ კი მინდა, მაგრამ არ მაქვს საშუალება. საშუალება არ აქვს იმის, რომ დაგაკმაყოფილოს ურთიერთობაში. ძალიან პრეტენზიული ხარ მისი აზრით, მომთხოვნი ხარ. ხაი მაქსიმუმი გინდა რეალურად და შენ მართავდი ამ სიტუაციას. აქ არის
ჩაჯინებული, რომელსაც ურთიერთობა, სადაც მინდა თქვა, როგორი იმპერატრიცას არ უნდა იყო წაგებული მდგომარეობაში ხარ, იმიტომ რომ ენერგიები არის ერთ დონეზე. შესაბამისად, ის შენს ენერგიას და შენს ეს იმპერატრიცობას შესაბამის დონეზე არ აფასებს, შენს თავს კი ხედავ და კი შეიძლება დამეთანხმა, რომ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ ფაქტი იმას გვიჩვენებს, რომ ჭიდილში ხარ ამ ადამიანთან. გულწრფელია მისი გრძნობა? ახლა არ ვიცი რა თქვა ამაზე. გულწრფელია თუ არა მისი გრძნობა? შეგრძნება არის ესეთი, რომ რაღაც არის ახლოს სიწმინდესთან, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ გადაფასებას, გადახარისხებას და საკუთარ თავის შეცვლას, მოკლედ. აქ არ არის მომენტი, რომ შენ არ ხარ ღირსი სიყვარულის, ან შენ ვერ დაიმსახურე ამ ადამიანისგან, ესეთი გულწრფელი გრძნობა. პრობლემა არის ის, თუ როგორი ტიპაჟია. და შენთან ურთიერთობა მოითხოვს ძალიან დიდ ცვლილებებს. შესაბამისად, არასწორად ეყარები, როგორც არის აქ ნაჩვენები. რაიმე სარგებელი ექნება შენთვის ამ ურთიერთობას? სარგებელი უნდა ქონდეს, არანაირი სარგებელი არა. შეიძლება წასული ხართ კიდეც ამ ურთიერთობიდან, არა. არ აქვს აქ მნიშვნელობა, თქვენ წახვედით, მან წავიდა, საერთოდ ზოგადად ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის როგორი მომენტი, იცი, მე დაგასწარი და წავედი. ეს უბრალოდ საკუთარი თავის რაღაცა ქალური ეგოს გამოკვება, რომელიც არაფერს არ გაძლევს, თუ კარგად დაუფიქრდები ამ ყველაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოგექცეს ადამიანი, ეს მოქმედებს საკუთარ თავზე, მის თავზე მოქმედებს და არა თქვენზე. ამიტომ იქნებით განაწყენებული ენერგიებში. სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ თქვენს ადამიანობაში და თქვენს ქალობაში ეჭვი არ შეიტანოთ არასდროს. ამიტომ სარგებელი, რა თქმა უნდა, არ ქონია ამ ურთიერთობას და არ აქვს. თქვენთვის ყველა ვარიანტში. მაგრამ აი ეს რაღაცა მოთხოვნილება, ემოციური შიმშილი მაინც გაქვთ ერთმანეთის მიმართ. რომელზეც გაქვთ უფრო, მოდი ვნახოთ, რომელზეც გაქვთ უფრო, მას თუ თქვენ, მას თუ თქვენ. ორივეს. ეს ამაზე გამახსენდა ფილმიდან ფრაგმენტი. ეს რა ჭირი გჭირს ტოვო თუ რაღაც რო ამბობს იქ უძინართა მზეში, ზუსტად ეს მომენტია. მოუშორებელი ემოციური შიმშილი. ნერვიულობა, დარდი, არასტაბილურობის შეგრძნება, ენერგიების დაბლოკვა, მოკლედ გაიქეცით ამ ადამიანთან. თუ გაქცეული ხართ, ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ, თუ არა და არ შემოტრიალდეთ. ეს ყველაფერი რასაც ყვები, რა თქმა უნდა, არის დღევანდელ ენერგიებში, მასთან დაკავშირებით. და შეიძლება აქედან გამოვიდეს, ამ კითხვას ახლა აზრი არ აქვს, რო დავსვა. მაგრამ მოდი ვნახოთ მაინც. 1-2 კარტით პერსპექტივა ამ ურთიერთობის, რა იქნება პერსპექტივა ამ ურთიერთობის, რა იქნება? პერსპექტივა ყველამ დააკეთოთ თქვენი საქმე ამ ურთიერთობაში. და უფრო უკეთესი იქნება, თუ თქვენ შინაგანად დაასრულებთ ამ ურთიერთობას და არა ისე. მას რო გონია, რომ არის კონტაქტები. ეს არ არის დასრულება. მთავარია ენერგეტიკა. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი და რა თქმა უნდა, გამოცდილებაც დიდია უკვე. არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ იქცევი, ეკონტაქტები თუ არ ეკონტაქტები, მაგრამ უკონტაქტების პერიოდში განსაკუთრებით, როცა ორივე მხარე დუმს, ენერგეტიკულად იმდენად მჭიდრო ადამიანები, რომ ისინი ყველაფერს გრძნობენ. ამიტომ თუ დასრულება გინდა, უნდა გაუშვა. არ უნდა ჩაეჭიდო. ამას მაქვს მხოლოდ შედეგი და არა ის გარეკანი, რომელიც შეიძლება იმას ეგონოს, რომ არ წერა ან არ ეკონტაქტები და всё, და რეალურად შიგნით მიმდინარეობს ყველაფერი ის, რაც წესით არ უნდა მიმდინარეობდეს. მე ყველას გელოდებით კომენტარებში, დროებით.